სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირებაზე. ახალ სქემაზე, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერას და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დისკუსია სოფლის მეურნეობის მინისტრის და მელიორაციის გენერალური დირექტორის ჩართულობით წარიმართა. მხარებმა დეტალურად იმსჯელეს აღნიშნული მექანიზმები ეფექტიანად დანერგვისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებზე. განიხილეს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მიმართულებები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს რეფორმები იყოს განხილული რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, რადგან ის საჭიროებები კიდევ ერთხელ შეჯერდეს, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს და იმ რეფორმასთან მიმართებით იყოს სრული თანხვედრა. სატარიფო სისტემა, რომელიც ამოქმედდა 20-25 წელს, გარკვეულ ცვლილებებს მოიცავს თავისთავად. დავიგეგმეთ და ალბათ რწმუნებულების და მერების, მუნიციპალიტეტის მერების უშუალო ჩართულობით მოსახლეობის ინფორმირებულობაზე უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რაზეც ჩაერთვება რეგიონული განვითარების სამინისტრო. მივიღეთ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობისგან ამომწყურავი ინფორმაცია, რომ დაწყებულია აქტიურად დაკონტრაქტების პროცესი და ჩვენ მზადა ვართ სამინისტროსთან ერთად მოსახლეობასთან და ფერმერებთან ვითანამშრომლოთ და მოსახლეობამდე მივიტანოთ ის აუცილებლობა, რომ დაკონტრაქტება ამ შემთხვევაში აუცილებელია და დაკონტრაქტების შემთხვევაში ყველა ფერმერი შეუფერხებლად მიიღებს სარწყავ წყალს.